ობოლე. რისი სახელი შეიძლება იყოს ობოლე? წიგნი საქართველოსზე. როცა რაღაც ძალიან კარგს გინდა ჩაეხუტო, უნდა ჩაეხუტო ბებიას. სევდიანი, მაგრამ ძალიან სათუთი და ბედნიერი ნოსტალგია. ესეთი ფრაზებისთვისაც კი ღირს მარტო თავიდან გადაკითხვა. აი ეს იმერიზმები, ეს პერსონაჟები, ეს მუდმივად თვრალი ხალხი. ამის გამძლეობაც არსებობს იქ, ამის ოდკაც და ამის სურვილიც. მაგრამ ეროტიკა ჩდება იკასა და მადონეს შორის. ქალი რობინ ჰუდი, რომელიც ქალიშვილიც აღმოჩნდება თან. ფლუიდოზურია ეს ამ თოფთან შეხებაც, ამ სხვენზე ასვლაც. მაგრამ ჩვენ ვართ ის, რასაც ვფიქრობთ. წრემს უგვადენს და თან ძალიან ბევრს ვაცინებს. მოგესალმებით ჩვენ საყვარელ არხ მისმინეზე, ჩვენი პოდკასტით ერთი წიგნი და დღეს ჩვენი ერთი წიგნი იქნება აკა მორჩილაძის ობოლე, რომელიც მე წავიკითხე თვითფრინავში და ყველა ჩემ თანამგზავრთან ერთად კურცხალით ჩამოვედი. ზუსტად ეს დრო გვეყო წიგნის თავიდან ბოლომდე წასაკითხა და მახსოვს, რომ გიორგი ლიფონავასაც და მეც რაღაცნაირად ცოტა აგვეტირა. საქართველოზე ალბათ ისევ სუსატირლად აქვს ჩვენ ქვეყანას საქმე, ხო? ობოლე. რისი სახელი შეიძლება იყოს ობოლე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაყურებელს ეს წიგნი წაკითხული აქვს, უბრალოდ გადაკითხვის დროა. თუნდაც იმიტომ, რომ ამოგვეკითხა ისეთი გენიალური ფრაზა, როგორიც არის, როცა რაღაც ძალიან კარგს გინდა ჩაეხუტო, უნდა ჩაეხუტო ბებიას. და მივხვდი, რა გვენატრება ყველაზე მეტად ზრდასრულ ადამიანებს და რა გვაკლია ისევ იმ რაღაც ხალისიანი და ბედნიერი ცხოვრებისთვის, ეს არის ბებიის ჩახუტება, რომელიც ნიშნავს ყველაფერ კარგთან ჩახუტებას, ხო? ხო, და აი ასეთი ფრაზებისთვისაც კი ღირს მარტო თავიდან გადაკითხვა, რომ კიდევ ერთხელ აღმოაჩინო, რამდენად ხო, აი ეს კარგია ეს სიფრიფანა, თხელი, სუფთა, მსუბუქი, როგორც ახასიათებს, შეიძლება სხვა სიტყვები ჩამოვთვალე, მაგრამ არსობრივად ეს არის ხო, და ეს ატაცება და იქ ესეთი შეხვედრაა, ხო, საოცარი ბებიასთან, აი ამ თავარი მთხრობელის და პრინციპში ეს არის წიგნი საქართველოსზე. შენ სწორად თქვი, ეს არის რაღაც ისეთ საქართველოსზე, რომელიც ძალიან ინტიმურია, ძალიან შენია. რაღაცა კონკრეტულ საგანთან, ან ისტორიასთან, ან გარემოსთან არის ეს საქართველო დაკავშირებული ენასთან, ხასიათებთან, ამინდთან და არა საქართველოს ისტორიასთან თქვათ და არა რაღაცა ისე ფენომენებთან, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, თუმცა ისტორია ამ წიგნში ისტორია აქ არის კი ფონური ძალიან მნიშვნელოვანი წილად ძირითადად საქართველოს ბედის ხო პერსონაჟთან დაკავშირებული, მაგრამ ეს არის რაღაცნაირი სევდიანი, მაგრამ ძალიან სათუთი და ბედნიერი ნოსტალგია იმ საქართველოზე, რომელიც თან ბავშვობის საქართველოა. აი, როდესაც პატარები ვართ და ჩვენ შევეხებით პირველად აი ამ საქართველოს როგორც არა ცნებას, არამედ როგორც ისე და ისევ ეგზისტენციას, ტყეს, სიცხეს, ჭრიჭინებს, ბებიას, ხო, აი ჩვენ საუბრობდით გოდორზე და ლუდოვიკო ბოლონიელზე, რომელსაც არ დახვდა ის საქართველო, რასაც ელოდა. აი ეს საქართველო სულ არის. ეს საქართველო, რომელიც აკაციკში ეს მინდა დამასწარი მე სამშობლო საქართველო. ეს არ არის ლაპარაკი, თუ მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში არის რამდენიმე ისტორიული ეპოქა პერსონაჟების მეშვეობით აღწერილი, ბაბუა ტიმოთესი, სროულობის პერიოდი და ეს იგულისხმება 90-იანების სამოქალაქო დაპირისპირება, უпростоრეთ რუსული ჩარევით, ქართული დაპირისპირება და ბოლო პერიოდი, როდესაც სპეცრაზმით შეიძლება აეყვანათ უკვე 24 წლის აჯანყების ამბები. 24 წლის აჯანყების, ანუ სულ არის პოლიტიკური ფონი, ხო, აი ეს ტიმოთეს ამბავში ეგ ვიგულისხმე, რომ ეს არის ბაბუის ამბავი.
მაინც მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, აქ არ არის ლაპარაკი სახელმწიფოზე. აქ არის ლაპარაკი, როგორც შენ ძალიან კარგად აღნიშნე, სამშობლოზე, რომელიც არ შეცვლილ, სულ დაგხვდება. და ის შენი თოფი ობოლე, რომელიც აკას ირონია უნდა დავაფასოთ ამ თოფის გასროლა, არ გასროლის ამბავი, როგორი გადაძახილია, ხო? ლიტერატურულ წესთან და აი ეს ურთიერთობების მნიშვნელობა უფრო მეტი რომა, ვიდრე თუნდაც ღირებულებების ამ ქვეყანაში. ჯერ მეგობრობა, ჯერ მეზობლობა, ჯერ მჭადი ლობიო, სასმელი ერთად ყოფნა, მიცვალებული და მიცვალებულის გასვენებამ შეიძლება კრიმინალის აღკვეთაც კი გადადოს თუ ასე მოითხოვს ადაწესი და ჩვენ აქ ხვდება სამშობლო, ჩვენ აქ კიდევ ერთხელ ხვდებით, რომ არც ერთ ეტაპზე რა ამბებსაც იხსენებს აკა მორჩილაძე 1924 წლის ამბებს, როგორ შეიფარა ეს რუსი სალდათი ხო თავის სახლში, მერე ამ სროულობის ამბებს, არსად არ ჩანს ღირებულებითი დაპირისპირება. ჩანს ყველგან სინამდვილეში რამ შეიძლება ასე დროს გაგაერთიანოს. ამ ჩვენ გვაქვს ლაპარაკი სამშობლოზე და არა სახელმწიფოზე. სახელმწიფო ამბები ამ ქვეყანაში ყოველთვის არ გვაქვს ამის ტრადიცია, მოკლედ რო ვთქვა, სახელმწიფოს სამაგეროდ გვაქვს ტრადიცია, როგორ გავუგოთ სხვა ბანაკში მყოფს და რაღაც დროს როგორ შევურიგდეთ, ხო? არ ვიცი, მე შეიძლება ამ ეტაპზე არ ვარ მაგის ხასიათზე, რომ სხვა ბანაკში მყოფ ადამიანებს შევურიგდე, მაგრამ ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს აღმიძრავს, მაინც როგორ ხასიათზე და როგორ სხვა დამოკიდებულებაშიც არ უნდა ვიყო იგივე მადონესნაირი ქალების მიმართ. მადონესნაირი ქალების მიმართ. მაინც ჩემთვის ეს ტექსტი არის ის სენტიმენტალობა, ის ქართველობა, რითიც მიბმული ვარ ამ ქვეყანაზე, სრულიად შეიძლება ტოქსიკურად, მაგრამ ბოლომდე, რაც არ უნდა დამიშაოს, მაინც მიყვარს. ჩემ ბავშვობა რო ახსენე, ხო ხშირად გაგვიგია, რომ საბჭოთა კავშირი კი არ გვენატრება, ჩვენი ბავშვობა და ახალგაზრდობა ენატრება იმ ხალხსო, ვინც საბჭოთა კავშირს აქებს, სინამდვილეში ენატრება ის პერიოდი, რომ თვითონ იყო ახალგაზრდა იმ დროს. და არა ის, რომ საბჭოთა კავშირი იყო კარგი და მეც რა მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, აი თუნდაც საბჭოთა ბავშვობიდან და აი ამ მოგონებებს უნდა მიჯნო და დისტანცირდე რომ დეკონსტრუქცია შეძლო მე იმ ყველაფრის რომ არაფერი არ ხდებოდა გარდა ბებიის აჯაფსანდალის ეზოში ჩასვლის წიგნის კითხვის შოკოლადის ჭამის აი ჩემთვის სამყარო იყო აბსოლუტურად 7 91-დან აღვიქვამ სამყაროს 88-მდე ბაბუას სიკვდილს თუ გამოვაკლებ, დანარჩენი ყველაფერი იყო სტაბილურად და ბედნიერად და სადარდებელი იყო, მარტო 4-იანი არ მიმეღო. და ასე ჩამრჩა, ხო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არაფერი არ ხდებოდა. და მეჩვენება, რომ არ მახსენდება მაშინ კვლელობები თუ ხდებოდა, ან რაიმე ტელევიზორში ისეთი თუ ხდებოდა ტრაგიკული, არაფერი არ მახსოვს, გარდა იმისა, ტროლეიბუს ვარდებოდა ხოლმე ისა. რა ქვია ის ზემოთ რაც აქვს რქა. და აი ეს სამაგეროდ რო გაიზრდები უნდა იცოდე, რომ ეს შენი აბსოლუტური ილუზია, ხო? მაგრამ ჩვენ ხო ამ ილუზიების ტყვეობაში ვარ და აქაც ეს კაცი რა ჩვენი მთავარი გმირი იკა მწერალი, როდესაც ჩადის მე ვფიქრობ ლეჩხუმში და ლაშა ფიქრობს იმერეთში, მაგრამ სადღაც შუაში იქნება ეგ ადგილი. ხო, რაღაც დასახელებული ესე ბოლომდე ზუსტად არ არის, მაგრამ ნუ რაც არის, მაინც რამ გაყო, ხო? და ხედავ აი ამ სენტიმენტებს, აი ეს თოფის მიმართ დამოკიდებულებაც არის, რომ ჩვენ ერთი მხრივ რაც აღვიძრავს აი ამ დიდ სიყვარულს ჩვენი წარსული ამბების მიმართ და ეს ამ ამბებში ვხედავთ, რამდენი ისტორიული შეცდომა დაუშვით თუნდაც, ხო? რამდენჯერ არ გვიყო პრინციპულობა ბოლომდე გაბრაზების ვიღაცაზე ან რაღაცაზე. მაინც როგორ ბოლომდე ვერ გათავისუფლდები ამ შენი სენტიმენტებისგან, შენი სოფლის, შენი მადონეს, შენი ობოლეს, და შენი მეზობლების მიმართ, რომელიც ნუ ხო აი ატყუებენ, გადაუვადებენ, გააჯანჯლებენ რაღაცას, დაგათრობენ, მოგსპობენ, ჩამოგშლიან, მაგრამ ნუ ამ სიყვარულს ვერ ცვლის ვერანაირი ინსტიტუციონალური ბუნებრივია და ალბათ არც უნდა შეცვალოს თავისთავად და ეს წესები ძალიან საყვარელი სასაცილო, მაგალითად შემოპატიჟების წესი ეზოში
და მაგან ბოდიში სანამ დამთორ მაგან შვა მერე რო კოორდინატორები საწინააღმდეგო პარტიიდან ვერასოდეს ვერ იქნებია რეგიონში, ხო? შემაპარტიშება. რთულია, ხო, ძალიან საინტერესო იქნებოდა. ეხლა ამ პერსპექტივით დაწერა რამე რომანის ასევე. უკვე როცა რა უნდა ქნება? ამ დროს კოორდინატორი, ხო. მით უმეტეს როცა მოღალატეებისა და როცა გასაყალბებელია გარჩევები. კი, ძალიან საინტერესო. მაგრამ ალბათ ისე მეტაფორულად იმის მიუხედავად, რომ პრინციპში აკამორჩილაძე არ უყვარს ან ყოველ შემთხვევაში უარყოფს მისი ტექსტების უბრალოდ ინტერპრეტაციას, რომ რაღაცა უფრო ღრმა დავინახოთ, ვიდრე არის ის არადა ძალიან ღრმა არის ყოველთვის უმეტესწილად აკამორჩილაძის საუკეთესო რომანები. ალბათ შემთხვევითი არ არის მეტაფორა, რომ ეს სახლი ინგრევა და იკაჩადის სოფელში, იმიტომ რომ მისი უცხოეთში, თუ არ ვწდები ამერიკის შეერთებულ შტატებში ძმა სანტა-ბარბარაზე ირონიზირება დაუსრულებელი სერიალის გამო სანტა-რაცხა, რომელიც არ თავდებს. კი, და კარგად ყვება და რამდენი ხანი გრძელდებოდა საქართველოს ისტორიის პერსპექტივიდან სანტა-ბარბარას სერიალი და კონკრეტული ბიოგრაფიები თავდებოდა, ისტორიები იცვლებოდა, სანტა-ბარბარა კი გრძელდებოდა. ეს ლპება სახურავი და უნდა შეაკეთოს, გაამაგროს. ნუ შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ ეს სახურავი, ხო, იმიტომ რომ ეს სახურავია ის სახლი, იმ სახლის სახურავი, რომელიც ააშენა ტიმოთე ბაბუამ, სადაც არის ობოლე, აი ეს ჩეხოვს რომ მიაწერენ იმ ცნობილი სიტყვების არ იყოს, რომ თოფმა ოდესმე უნდა გაისროლოს დრამატურგიის კანონის მიხედვით და თან ამ შემთხვევაში ვერ გასროლილი თოფი საქართველოს ისტორიაში კიდე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ეს დაჟანგებული ხმლები თუ ასე ვთქვათ დაჟანგებული თოფები აკამორჩილაძის ლიტერატურაშიც გვხვდება მოგზაურობა კახეთში 1855 წელს, რომელიც ვახსენეთ და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მისი მოთხრობა ლუარსაბი დაკრუებული ლუარსაბი ბოლოს და ბოლოს რომ გადაწყვეტს ოსმალეთთან საომბრად წასვლას, ისევე ძველი გულებისა და ხმლისა აკამორჩილაძის სხვა რომანიც მახსენდება და ასე შემდეგ, მაგრამ მე აქ ალბათ დავინახავდი ასევე უკვე ავტორის სხვაგვარ ფილოსოფიურ კონცეფციასაც. აკამორჩილაძე უტრიალებს მუდმივად საქართველოს შენარჩუნების თუ საქართველოს რეკონსტრუირების თუ გადარჩენის იდეებს. მაგალითად, მადათოვში მისი საქართველო ეს არის კუნძული. ოღონდ მტკვარში მადათოვის სახით და მადათოვს უტრიალებს მუდმივად აღმოჩენილი მისტიკური არსებული ჩვენს ისტორიაში სამყარო, რომელიც მივიწყებულია და თურმე აღსავსე არის სიჭრელით, ფერით, უნიკალური ამბებით და მისი შედევრი ალბათ გადაფრენა მადათოვზე და უკან ეს არის მე-20 საუკუნის ქართული რომანის შედევრების ერთ-ერთ ასე ვთქვათ, აი ამ კლასიფიკაციაში უთუოდ ხვდება თავისივე სანტა ესპერანსასთან ერთად. და შემდეგ უკვე აი ზუსტად მიხვდი, იმიტომ რომ შემდეგ თუ კი მადათოვი ამოვიდა ეს კუნძული დაფარული მტკვრის წყლის ქვეშ და ამოვიდა და ფაქტობრივად აკამორჩილაძემ მოუძებნა გასაღები, რომ ჩვენ წარსული დაგვენახა, მე-19 საუკუნის წარსული დაგვენახა იმგვარად, რომ მოვნუსხულიყავით. თითქოს და ეს იყო სიზმარი, რომელიც დაგვესიზმრა და დაგვავიწყდა და აი აღადგინა ეს საქართველოს. შემდეგ აკამორჩილაძე რაღაცნაირად ახლებურ საქართველოსაც იგონებს სანტა ესპერანსას სახით, როდესაც უკვე საქართველოს რაღაცნაირ საქართველოს, ტყუპისცალ საქართველოსაც ჩააგდებს შავ ზღვაში. და იქ არის რაღაც არქიპელაგი სანტა ესპერანსას სახით, რომელიც საქართველოც არის, მაგრამ საქართველო, რომელიც მე ვიტყოდი, რომ გეოგრაფიულად და ასე ვთქვათ, სახმელეთო საზღვრით არ არის ბიბული, ეგზისტენციალურად მისთვის საფრთხის მომასწავებელ ქვეყანასთან, რუსეთთან. და ყველას დაგვისვამს ალბათ ერთხელ მაინც ჩვენი საკუთარი ეგზისტენციალური გამოწვევებით გაწამებულ ადამიანებს, რა იქნებოდა რუსეთი, რომ არ ყოფილიყო ზღვარო ყოფილიყო. და აკამორჩილაძემ ეს სურვილი, ოცნება უხდენელი თუ გადარჩენის რაღაცნაირი პარალელური რეალობა აღადგინა. ანუ საქართველო აკამორჩილაძესთან სულ წყალთან არის დაკავშირებული რაღაცნაირად მის საუკეთესო რომანებში. ესე იგი
მტკვარი, ეს არის შავი ზღვა. მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ის საქართველო და ობოლე ქრონოლოგიურად უკვე 2011-ია. წყალი დაშრა და დარჩა სახლი და ლეჩხუმია სავარაუდოდ, უკვე ის საქართველო, რომელიც აღარ არის ასეთ ეპიკური და მონუმენტური, როგორც ეს იყო მადათოვის კუნძულზე ან არქიპელაგის სახით შავ ზღვაში, უკვე იმ პატარა სახლშია. დანგრეულ, რომელიც შეიძლება დაიშალოს, ჩამოიშალოს, მაგრამ ვერასდროს ვერ ჩამოიშლება ეს სახლი, უბრალოდ იქამდე არ ჩამოიშლება, მანამ ვიდრე იკა, როგორც აი ამ მეხსიერების მატარებელი აღმოაჩენს და შეინარჩუნებს იმ ფსიქოლოგიურ და ბიოგრაფიულ და რაღაცნაირად აურაში არსებულ ელემენტებს, რომელიც აცოცხლებს ყოველთვის აი ამ საქართველოს სულს, მე ესე ვიტყოდი, აი სულს რასაც ქვია, ხო? ამ ძალიან ძველი ქვეყნის თითქოს და გადაბერებულ, გადაღლილ, მაგრამ მუდმივად ცოცხალ და რაღაც ინსპირაციების მატარებელ სულს საქართველოსას. და ამ მხრივ ეს ძალიან საინტერესო რომანია. ანუ აი ეს იმერიზმები, ეს პერსონაჟები, ეს მუდმივად თვრალი ხალხი, მთელი ცხოვრება, რომლებიც ახლა უნდა რომ დაგათრონ. პირველი ქვა იმანის როლოს, ვისაც სოფელში ეს არ უნახავს. არა, რა საკვირველი. არაფერი ფიქრობდი რომ ვკითხულობდი, რომ აი მაგალითად ეს რო წაიკითხოს რომელიმე სულ სხვა ეროვნების ადამიანმა, რომელიც არ იცნობს, თქვათ, აი ამ ქართულ სოფლის ჩასულ კაცთან მოქცევის წესებს, რამდენად დამაჯერებელი შეიძლება მისთვის იყოს ეს ამდენისმა, ხო, დილიდან მეორე დილამდე, მაგრამ ამის გამძლეობაც არსებობს იქ, ამის ოდკაც და ამის სურვილიც. კი, ნამდვილად. და ესეც კომუნიკაციის ცუკი არა, ეს არის კომუნიკაციის ფორმა, ხო? და ამბობს კიდევაც გახსოვს აკა რომ კაცები თუ არ დალიეს ისე ცოტა რთულია. აი რაღაც გულახდილი სენტიმენტების გამოვლენა, ემოციების გამოვლენა და ამას ჭირდება რაღაც ტიპის მდგომარეობა ეგრეთ წოდებული შეზარხოშება და პერსონაჟებიც აქ ასეთები არიან. კაცები არიან ინფანტილურები, დაკერვებულები, მთვრალები, დაფაცურებულები, მაგრამ საქმეს აკეთებენ პრინციპში ქალები. ქალები არიან რაციონალურები, მაგრამ მუდმივად უწყობენ კაცებს იმის შესაძლებლობას, რომ კაცები დარჩენ ერთმანეთთან მარტოდ, დალიონ და გაიხსენონ. ქალები მიწიერები არიან. მიწიერები და დაწყებული ხაჭაპურიდან დამთავრებული იქ რა ქვია საქმის მოგვარებამდე ყველაფერი არის ხო ქალების გასაკეთებელი ცოლიც როგორი ჭკვიანი ყავს იკას რომელიც ეპიზოდში ჩანს მაგრამ მისი სატელეფონო საუბრებიდან ჩანს რომ რაღაცნაირად აი პატარა საყვარელი ბავშვით აღიქვამს ამ ქალს კაცები აქ კი აქ ყველა კაცი შვილია შვილები არიან. ბავშვები, რომელთაც ქალები ძალიან ისე გონივრულად ანუ ქალები მათ არ აძლევენ საშუალებას რომ საბოლოოდ ჩაინთქმენ სადღაც რაღაც ასე ვთქვათ უაზრობაში. მე ესეთი განცდა. და აი დიდი ბაბუა ტიმოთედან მოყოლებული ჩანს როგორ უჭირს ქართველ კაცს თვალის გასწორება მწარე რეალობისთვის თუ გამოწვევებისთვის როგორ ჭირდება მუდმივად რაღაცა ტიპის გაქცევა პრობლემებისგან და ეს დალევა და მოწევა ხო ეგ არის ამ პლანის და ამ სასმელის და პლუს აი გარომანტიულება თუნდაც შემოსეული მტრის ან ამ აოხრებლის რომ რაღაც მისი გაადამიანურების სრულიად ინფანტილური სურვილი რომ აქციო ადამიანად და ხო ნუ პრაგმატული მიზნით არც თუ პრაგმატულით ახლა თქვა ის რუსი რო შეიკე ყოველთვის პრაგმატულით არის ზოგჯერ რა ისიც ადამიანია გეცოდება მოდი წავშალოთ ეს რაღაცა ანუ დიდი ჰუმანური იდეების სახელით სიკეთის კეთება ხო აი ეს მუდმივად შეფარებული თუ გახსოვს ბევრ ქართულ რომანში გვხვდება ეს რაღაც ეტყობა ეს სოციალური ფენომენი არსებობდა შეფარებული რუსები და ტყვეები და ხო და ხო როგორც ჩანს იყო აი ეს დიდი 20-იან წლებიდან მოყოლებული გამობოდიალებული რუსები ესე შეკედლებული ყავდათ და ისინიც უფასებდნენ მერე ან არ უფასებდნენ ამ ძალისხმევას ხო და რაც თავარია თავარი პერსონაჟი აქ რა თქმა უნდა არის თოფი
თოფი, რომელიც თავადაც გავს, ხო, საქართველოს რაღაც და ქალს და რო ახასიათებს, ხო? მე გახსოვს ამბობს, რომ პრინცესა დაიანას, მე ვადარებდი უკვე პრინცესა დაიანას, იმიტომ რომ რაღაცნაირი თოფი იყო, გრძელი, ხმელი და ხო, პლუიდოზურია ეს ამ თოფთან შეხებაც, ამ სხვენზე ასვლაც, ეს მოფერებაც ამ თოფის, ხო, რაღაცნაირად. კი, რომელსაც აი და ფუნქცია აქვს, მაგრამ ბოლომდე ფუნქცია მისი არც დაფასებული, არც მოძებნილი, ხო? და რას თავია მადონე. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი, რომელიც თითქოს არც კი გამოჩენილა სინამდვილეში, მაგრამ მთელი მისი არსებით წარმოდგენილია და გვიპარალელდება მინიმუმ ორ ქართველ ქალთან, როგორც პოდკასტის ჩაწერამდე არაჩვეულებრივ მოხდენილი ფრაზა შემოგთავაზე და უნდა გავიმეორო ფანტომური ტესტიკულებით. ყველას გვახსენდება მინიმუმ 2 ასეთი ქართველი ქალი, რომელიც რეალობაში არსებობდა, მაგრამ მადონე აქ არის ისეთი, რომ აი სულ გინდა მე მასზე რაღაც იკითხო, ხო? და დიალოგი ქალის ინსპირაციაა, ალბათ რაღაცაზე გამოჩნდა. არა, კი, რა თქმა უნდა. ედუარდ შევარდაძესეული ცნობილი ბრეხტიანული მდგომარეობით გმული პრაზა. ქალია, ხო, ქალი, მაგრამ გადაწვა ერთი სოფელი. ქალია, ხო, და ერთი სოფელი ეს ცნობილ მხედრიონელ მებრძოლ ქალზე თქმული. რომელიც სხვათა შორის მერე უკვე, როდესაც ქვეყანა შეიცვალა ეთერში მაგნოლიას ვღეროდა, ხოლო მადონის სხვა რაღაც ელოდა თუ დაიჭერდნენ, ხო? მაგრამ მერე ხდება ის, რომ პერსონაჟი იღვიძებს. და მაგრამ ჩემთვის ყველაფერი რაც ადამიანის ტვინში ხდება, ხო, მაინც ხდება. ამიტომ ეს დიალოგი ისეთი ცოცხალი, ისეთი საინტერესოა, რომ შესაძლებლობები რო ჩნდება იქ. და რაც თავარია იკას გადაწყვეტილება, რომელიც მე რა რომ არ მომხდარა სინამდვილეში. მან აირჩია ისევ, რასაც ქართველი ირჩევს ხოლმე. ქართველი კაცი კანონს ყოველთვის დაარღვევს, აი ეს. და გმირობით, თავის წარმოდგენით რაღაც გმირობის ჩადენა, ხო? ხო, მაგრამ სინამდვილეში თან საბოლოოდ კი რეალობაში კი გაშეშდება. მიენდობა მოვლენათა მსვლელობას, იმიტომ რომ საბოლოოდ ის რაც ხო, იქ ორმაგი ის არის. იქ ორმაგი ფიქტიურობა ჯერ წარმოიდგენს, რომ გმირია და გავარდნენ ბონი და კლაიდივიც და რაღაცა ჯონათან სვიფტის არაფერს არ აკეთებს და მე აღმოჩნდება რომ საერთოდაც არაფერი არ ყოფილა. მაგრამ ჩვენ ვართ ის, რასაც ვფიქრობთ და არა ის, რასაც ვლაპარაკობ და ხშირად რაც გვესიზმრება და არა სინამდვილეში ხდება. ასე რომ ეს არის მან თავარი, ხო? და სულ ველოდებოდი, აი პირველი წაკითხვისაც მქონდა, რომ ეს მადონე როგორი უნდა იყოს და ჩემი სტერეოტიპი, ხო, რაც მინახავს ის ჩვენი ხსენებული ორი ქალი, რაღაც იმის ჰიბრიდი, ან ის ერთი, რომელიც მესაც მე უფრო მეორე არ გვიხსენებია, მივუნიშნეთ, ხო, მაგრამ არ გვიხსენებია. ხო, მაგრამ სინამდვილეში როგორი ცოცხალი და არასტერეოტიპულია მისი გარეგნობაც ამ მადონესი, ხო? რაღაცა ცოტა ფატალური, ცოტა ბრუტალური და რაღაც ქალი მოგიდგენია და ამ დროს სინამდვილეში გავს ქალს, რომელმაც აი თვითონაც ხაჭაპური უნდა გადმოგიტანოს, ხო? მაგრამ ეროტიკა ჩდება იკასა და მადონეს შორის, ანუ აშკარად რაღაცა. იმიტომ რომ ამას აჩენს მადონეს ბიოგრაფია და მისი ბიოგრაფიის რომანტიზება. ხო, ებრანჭებიანი კერთმანი. კი. აბსოლუტურად. რომანტიკული გმირია ქალი რობინ ჰუდი. რომელიც ქალი რობინ ჰუდი, რომელიც ქალიშვილიც აღმოჩნდება თან. და ცოტა კბილი არა აქვს. თუ არ ვწდები, თუ რაღაც კბილები არა. შემზარავად გვიხატავს, მაგრამ ხო, მაგრამ თან თვალებიც არიან ესეც. აი, სხვათა შორის იგივე რასე გამახსენდა, იცი ეს. რაღაცა ჩვენ აი ხშირად ვამბობთ ხოლმე როგორ აყალიბებს ჩვენ სტერეოტიპებს, კულტურული კოდები, დანახი ფილმები, განცდილი რაღაც ტექსტები, ჩვენ ხო წარმოგვიდგენია ყოველთვის რო ვკითხულობ და აი ახლა იტალიურ მაფიაზე რო უყურებ რაღაცას, ან იტალიური მაფია რო გესმის რა წარმოგიდგება, რაღაც მარლონ ბრანდოს ტიპის, რაღაც ალ პაჩინოს, აი ეს გარეგნობა, ხო? და მე ამ სალვატორე რენას და ვიღაცებს რო დასერჩავ, ხედავ რომ ანუ არც კი მიესალმები, პურს არ მოუტეხავ, როგორც სოფელში იტყვიან, ისეთები არიან და თუ წარმოგიდგენი ახლა თავიდან ამ მადონეზე რო ლაპარაკობ, რაღაცა ისეთი კინოში ნანახი რაღაც ტყავის პლაშიანი და ისეთი ქალი, ხო? რაღაც
ბრუტალური და ფატალურიც ერთდროულად და სინამდვილეში მოდის ქალი, რომელმაც წესით ხაჭაპური უფრო უნდა გადმოგიტანოს, ვიდრე პლანი და ის პაბეგი, ხო, მაგრამ თან ნარკომანია და ეს ქალი მადონია, ხო? ნარკომანიც ხო, ეს ნარკომანზეც ხო ვინ გვახსენდება, ეხა ულამაზესი ქალები, ვინც გაბედავდა ნარკომანობას ძველ დროში, თან აკამორჩილაძის პერსონაჟებს ყოველთვის აინტერესებთ. თან რამდენადაც ეშინიათ, იმდენად საშინლად იზიდავს მის პერსონაჟს ყველა კრიმინალი და ბანდიტი და ყაჩაღი. მისი ყველა შეშინებულობა, ფანჯრიდან ყურება, მონუსკული ყურება და თან და უაზრო სიკვდილი მე ამის გამო ეს ძალიან კარგი თუ კი რამე შეიძლება კრავდეს აკას ტექსტებს, ეს არის ზუსტად აგვისტოს ნათელიდან დაწყებული ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები იქნება თუ აგვისტოს პასიანსი რაშუაშია ფოლკნერთან გადამოვა სადღაც შეიძლება კავშირში შევხვდეთ ხო სულ არის ეს სქემა რომ კაცი დაიბადა წერისთვის, ფილმების ყურებისთვის, წარსულის რომანტიზებისთვის, არ უნდა, არა, არც ეს არა ფანტომური ტესტიკულები უნდა, არც არაფერი, თავისთვის უნდა რომ იყოს და არაცდიან. და არა აქ სიყვარულის, შეიძლება მოკლან ისე დროს, როცა საერთოდ არ ელოდება, ხო? და საერთოდ არ არის განწყობილი ამისთვის. საფურავის შესაკეთებლად არის ზედამხედველად უნდა ეს, არ უნდა მაინც აქვს შეხება კრიმინალთან, მაინც აქვს შეხება ნარკოტიკებთან, არის რაღაც შარში მუდმივად. იმიტომ რომ საქართველოში ესვრის ასეთი ქალი უყარდება. ამის მერე შეიძლება ან დაბეგონ, ან მოკლა, ნუ ეხა კი არ ვაპრიმიტიულებ, მაგრამ ქართველ კაცს, ანუ აკას ტექსტებიდან სულ მქონდა ეს და სხვა და ასე იყო შესწრებული, რომ არაც დიან იყოს ის ვინც არის. მას მუდმივად თხოვენ რაღაცაში ჩართულობას. ხო, და თუ არ იზიდავენ თვითონაც ამას, არაცნობიერად. არაცნობიერად იზიდავ, გინდა არ გინდა, ხო, იმიტომ რომ გაინტერესებს ის რაც არ ხარ შენ და არ შეგიძლია და თვლი რომ ამ დროს გახსოვს ჩვენ ახალგაზრდობაში, ვინც არ იჩხერდა, ისიც კი ამბობდა რომ ნარკომანია, იმიტომ რომ არ იტყოდი და რას ნიშნავს? აბა ვინ ხარ, რა ხარ, რა არის შენი იდენტობა? როლი კონდათ. ხო. და ეს როლი უნდა შეგეს, იმიტომ რომ შენც გინდოდა ლამაზი გოგოების ყურადღება. და ამიტომ ეს შარში გახვევა არის ამ ყველაფერთან ირიბიგზით იდენტიფიცირება, რომ მეც კრიმინალი ვარ, ვიღაცა წერალი არ გეგონოთ. ხო, აი მისი გმირებს აქვთ ხო ესის და ესა ჩემი აზრით არის აკას მიერ მოყოლილი უახლესი ქართული ისტორია, აკასი რომელმაც წიგნთან 90-იანებში მიაბრუნა სწორი აუდიტორიის არჩევით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაგვაწყებინა და გაგვაგრძელებინა ბნელ წლებს გულისხმობ მე და კი ამას ვამბობ კი 90-იანებში ყარაბაღში და ასე შემდეგ კი ასე რომ ობოლე ნამდვილად მარგალიტია ამავდროულად იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ რომ ეს არის რაღაცნაირად ამ აკამორჩილაძის საქართველოებში ერთ-ერთი ყველაზე ალბათ ინტიმური და ნაცნობი საქართველო და ისეთი საქართველო რომლის გადარჩენის იმედიც აქვს ავტორს. იმიტომ რომ სხვა საქართველოების გადარჩენის იმედი როგორ ჩანს მას ამოეწურა თუ კი ასე შევხედავდით. იმიტომ რომ თუ კი სადღაც არსებობს ეს უდავება და მუდმივობის განცდა ალბათ აი აქ შიგნით რომელიც თუნდაც იმ უნიკალური და უღასად პოეტური ეპიზოდით გამოიხატება, რითიც ჩვენ საუბარი დაიწყე დღეს, აი ეს მსუბუქი ბებიების ჩახუტებით და აი ამათ სურნელებაში გაყვები. კი, ბებიის სუნი და კიდე ერთი ეპიზოდით მინდა დავასრულო, ეს არის სასაფლაოზე მისი მოსაზრება, რომ ნუ ყველა სასაფლაოზე ცოცხალი არის ქართული სასაფლაო, ხო? და მერე ნუ მიაბან შენი ტექსტით პანთეონზე, მაშინ თუ გვინა ვიცოდეთ ქართველების დამოკიდებულება მკვდართან, აქაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს ჩვენი სასაფლაო და ალბათ ესეც არის ჩვენი პრობლემების ნუსხაში. პრობლემების როგორი ხა ისე იმით კი არ ვამბობ რაღაც გაუცხოებით ამისგან. მეც ვგიჟდები, ჰაიდეგერი ზოგადად დაგვიბარებდა, ჰაიდეგერმა ზოგადად დაგვიბარა თუ ფიქრი თუ გინდა სასაფლაოზე ცოტა ხანი მაინც უნდა იცოდეთ. მაგრამ აქ არის ლაპარაკი სასაფლაოზე სიცოცხლის შეტანის. თავის ნამცხრებით, თავის სასმელით, თავის იქ ეს ამის გვერდით არ დამაწვინოთ, იმის გვერდით დამაწვინეთ, ეს იქ არ დავინახო და აი მთელი როგორი ცოცხალია ქართული სასაფლაო, ხო? და რამდენად მნიშვნელოვანია ქართველისთვის სად დაიმარხება. აბსოლუტურად. იმიტომ რომ ეს გულისხმობს გარკვეულწილად ამ შემთხვევაში ძალიან ისეთ კონკრეტულ გაგრძელებას სიცოცხლისას, რაღაც კონკრეტულ ჩარჩოში, კონკრეტულ ტრადიციაში, კონკრეტულ კოდში. როდის ეძლევა სპეცრაზმს იმედი, რომ დააკავებს მადონეს, რას ვერ უარყოფს მადონეს, არის მამის
დაკრძალვა, ხო? ქართველმა შეიძლება ამოჟლიტოს ნახევარი ქვეყანა, მაგრამ მამის დაკრძალვაზე მე ეს ისტორიები ყოფილა უახლოეს ისტორიაშიც ხალხი ჩამოსულა პანაშვიძე რომ ამ დროს არ დამიჭერენ, ხო? და პანაშვიძე რო ჩამოსულა კი არა და მაგ დროს ჩასაფრებია რომ აუცილებლად ჩამოვა და მოკლავენ. ეხლა გვაქვს ნიუსებში ეგ ამბავი, რომ ადამიანი თუ გინდა რომ ჩაუსაფრთე, მაშინაც არაფერი არ იცლება. ობოლე დაიწერა, კი, 2011 წელს ლონდონში, მაგრამ მინდა ვთქვა რომ იმის მერე თუ იქ ჩავალთ ისევ ის დაგხვდება. რაც ალბათ კოორდინატორი ძალიან აქტიურად იცი რა, მე როგორც გავიგე, ისინი ერთმანეთში არ ჩხუბობენ მოღალატეებისა და არა მოღალატეების კოორდინატორები. ამ შემთხვევაში გულისხმობ, შეიძლება ადამიანს ესე უწოდოს ტელევიზორში, ვთქვათ, რუსეთუმე სამშობლოს გამყიდველო, მაგრამ საღამოს, მამიდაშვილია და ერთად უნდა დარბი. ამიტომ ობოლე ისევ სხვენზედებს. ობოლე ისევ სხვენზედებს და თუ გაისვრის ჩვენი გამარჯვებისა გაისროლოს ჰაერში. ამით გემშვიდობებით, თუ ვინმეს ენატრება თავისი ბავშვობა, თუ ვინმეს უნდა იფიქროს საქართველოს ისტორიაზე და გასაღები ბევრგან ჩანს, ხო, რა არის ჩვენი პლუსიც და მინუსიც ერთდროულად, რა არის ჩვენი იდენტობის ნაწილი, რომელიც გვეხმარება გადარჩენაში და ხელს გვიშლის განვითარებაში. და ალბათ საკუთარი ბებიაც და ძველი ისტორიებიც, ხო. რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან ემოციური ტექსტია. და მიყვარს გადაკითხვა ხშირად. ერთ-ერთი ისეთი წიგნია, რომლის გადაკითხვაც მიყვარს. და სწორედ ისეთი, რითიც ასევე შენ დაიწყე საუბარი, რომელიც მართლაც ცრემს უგვადენს და თან ძალიან ბევრს გვაცინებს. კი. ჩარლი ჩაპლინის საუკეთესო ტრადიციებში. გთავაზობთ კიდევ ერთ წიგნს და გემშვიდობებით მომავალ ერთ წიგნამდე. მადლობა ჩვენი მხარდაჭერისთვის. ნახვამდის.